Სვიფასო მეგობრებო, მინდა მოგიყვეთ დღეს მალაზიის მანგოს მეფეზე. ანუ ეს არის მანგოების მეფე, მას ეძახიან მალაზიელები ამ მანგოს. ეს არის შემოტანილი მალაზიაში 1961 წლიდან ინდონეზიიდან მოტანილი ეს ხილის სახეობა მოდის მარტო მაისიდან ივნისის ჩათვლით. ანუ სხვა დროს არის იზრდება ეს ხილი, ითვლება მანგოების, ანუ ბევრი სახეობის მანგო არის მალაზიაში და ითვლება მეფედ. თავისი გამორჩეული გემოთი, ანუ ძალიან არომატულია, ის სუნი იგრძნობა დაახლოებით 40 სანტიმეტრის სიშორეზე მიჭრავს ხელში და მაინც სუნს გრძნობა ამის. და ამის სახელიც, ანუ ითარგმნება როგორც არომატული და ტკბილი. გამოირჩევა იმით, რომ თავისი გემოთი გამოირჩევა და სიტკბილით და ასევე სუნით, არომატით. ძალიან მაგარი ხილი, ახლა გავჭრე და განახეთ შიგნიდან როგორ არის. ადგილობრივი ფასების შედარებით, ადგილობრივი ფასებთან შედარებით არის ძალიან ძვირი, ასე ვთქვათ, სამჯერ აღემატება მის ღირებულება მინიმუმ 60-ჯერ აღემატება ადგილობრივ მანგოების ფასს. დაახლოებით ერთი ესეთი მანგო აქვს ჩვენი ლარით რო დავანგარიშოთ 15 ლარამდე ჯდება ერთი ცალი, 15-20 ლარი ჯდება ერთი ცალი. ხო მეგობრებო, აი გაჭრილი ვერსია, მომენტით ვისარგებლოთ და გავსინჯოთ ვიდეოს ხათრით. ძალიან მაგარი გემო აქვს. აი რო გავჭერი, მთლიანი ოთახი შეივსო ამის სუნით რა. ძალიან მაგარი არომატი აქვს და არის ანუ წელიწადში მარტო ერთხელ შეიძლება ამის ყიდვა, ანუ ერთ სეზონის მოსავალი შეიძლება რა იყო და მალაზიელები ძირითადად ამას ყიდულობენ საჩუქრისთვის. აი ასეთ ყუთებში ფუთავენ გამყიდველები და ბეჭედსაც ურყავენ ზევიდან. აი ბეჭედია დატკნული, ვის მიერ არის გაყიდული და როდის არის გაყიდული. ყველა გამყიდველს აქვს ერთი ბეჭედი და დეტალურად გიხსნის გამყიდველი, რამდენი ხანი უნდა შეინახო, რამდენი დღის მერე უნდა გაჭრა და ასე შემდეგ. დრო საკმაოდ ძირიანი სიამოვნება ადგილობრივებისთვის. თუ იქნებით მალაზიაში ზაფხულში, დიდი რეკომენდაციას ვუწევ ამ მანგოსი. რო გასინჯოთ. ძალიან მაგარი გემო აქვს და სხვა მანგოებთან შედარებით, აი რბილია და adzაფებით არ არის შიგნით და საგაჭედაც სასიამოვნოა.